ჩვენმა მომავალმა თაობამ ის უნდა იცოდეს, რომ 93 წლის 15-16 მარტს ყველაზე დიდი ბრძოლა იყო აფხაზეთის ბრძოლას, რაც შეეხება. ერთ ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ უმოკლესი გზით, სადაც არის განლაგებული გუმისაზე რკინიგზის და საავტომობილო ხიდები, ამით შემოსულიყო და პირდაპირ გარღვევით ცენტრში გასულიყო სოხუმის ცენტრში და დაემთავრებია თავისი ჩანაფიქრი. მაგრამ მოხდა ისე, რომ 15-16 მარტის ღამეს 2 საათზე აფხაზებმა და რუსებმა ერთად დაიწყეს ქალაქ სოხუმის დაბომბვა და დაიწყეს შემოტევა. ჯერ შემოტევა ის იყო, რომ თვითმფრინავებმა დაბომბეს ჩვენი პოზიციები, მე-6 ბატალიონის პოზიციები და მთლიანად გუმისის მხარე და მერე დაიწყეს შემოტევა артиლერიით დაბომბვა დაიწყო. წამოვიდა ქვეითი ჯარი და ჩემს პოზიციაზე, როგორც მე-6 ბატალიონის პოზიციაზე, 2 ადგილას გამოარღვიეს ჩემი წინამხარე. დიდი 5 საათამდე ჩვენ მოგვიწია დიდი ბრძოლა და შეკავება ამ შემოსული ძალების. საშიშროება შეიქმნა, რომ მე-6 ბატალიონი მოხვედრილიყო ალყაში. დიდი დახმარება გაგვიწია ამ დროს ჩამოსულმა შავი ნაბადა კობა-კობალაძის მეთაურობით. დადგა ზევით ახალი რაიონის ზედაზოლზე, შეაჩერა და კონჩეტევაზე დაიწყო ბრძოლა და ამით ჩვენ მოგვეხსნა ალყაში მოხვედრის მდგომარეობა, რისგანაც ჩვენ უკვე მარჯვენა მხარის არ გვეშინოდა. გაგრძელდა მეორე დღეს ეს 16 რიცხვია უკვე ბრძოლები. ძალიან დიდი ბრძოლა მიდიოდა იმის გარდა, რომ ისინი სიმაღლეებზე იმყოფებოდნენ, ჩვენ დაბალ ზოლში ვიყავით. მოგვიხდა ტანკების ჩართვა და იქ გვირულად დაგვეღუპა მაშინ ერთი ეკიპაჟი, ზური ზარანგია და მურთაზ პიტავა. ესენი იყვნენ ის ტანკისტები, რომელიც გუმისთაზე დარჩნენ სულით და ყველაფრით. გაგრძელდა საღამომდე ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ ამ 2 ადგილის განთავისუფლება საღამოსთვის, უკვე გაწმენდით იგი წავიდა ბრძოლები და შემძელით აფხაზების გუმისის მეორე ნაპირზე გამდევნა. აფხაზები დამარცხებას წარებოდნენ. იმისგან გამომდინარე, რომ იმათ ყავდათ ის ძალა რუსები, რომელსაც შეეძლო ჰაერიდან და ხმელეთიდან საარტილერიო დამუშავება, რასაც მოყვება ყოველთვის შეტევითი ბრძოლა, განეხორციელებიათ დიდი ძალები. ვითომ და გამახორციელეს, მაგრამ იმასაც არ მოელოდნენ, რომ ასე მედგრად დამდგებოდით და ასე მედგრად უპასუხებდით. იმათ ეგონას, რომ გაიქცეოდნენ ქართველები და ადგილობრივები მიატოვებდნენ ბრძოლას და წავიდოდნენ უკან. მაგრამ ეს არ მოხდა. ჩემთან მარჯვენა ფლანგზე დაიყובה როინ გირგლიანი, რომელსაც კონტრაქტი დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ დაბრუნდა და ბრძოლაში ჩაერთო. ვახტანგ ლორჩოშვილი, რომელიც გირგლიანმა თავის ზუგზე ატარა დაჭრილი და მერე სნაიპერმა ისინი ორივე განგრა ისე გამოვიდა. გირგლიანმა გამოიყვანა, წარმოიდგინეთ თქვენ, ვახტანგ ლორჩოშვილი გამოიყვანა და თვითონ თქვა, რომ რაღაცა ზურგი მტკივაო. და არის გამეუთხარი, შენც რამე ჩაჯექი და ჩავსვითი სამედიცინო მანქანაში და 1 კილომეტრის გავლის მერე ორივე დაიღუპა. მომავალი თაობა უნდა იზრდებოდეს იმ მაგალითზე, რაც მოხდა 15-16 მარტს.